წყალი აამღვრიეთ თევზის დასაჭერად. ძალაუფლების 48 კანონის 39 კანონი. კანონის ფორმულირება. რის სხვა და ემოცია სტრატეგიული თვალსაზრისით კონტრპროდუქტიულია. ყოველთვის მშვიდი და ობიექტური უნდა იყოთ, მაგრამ თუ კი შეგიძლიათ მტრების განრისხება ისე, რომ თავად სიმშვიდე შეინარჩუნოთ, არნახულ უპირატესობას მოიპოვებთ. მტერი წონასწორობიდან გამოიყვანეთ, მის ამპარტავნობაში იპოვეთ ნაპრალი, მისი დახმარებით გამოიყვანეთ წონასწორობიდან და საჭირო სიმებზე იმოქმედეთ. ზოგადად დამეთანხმებით ალბათ, რომ წყობიდან გამოსული ადამიანი თავისი თავის ყველაზე ცუდი ვერსიაა, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და გადადის ცნობიერების, ესე ვთქვათ, ყველაზე დაბალ დონეზე. ისევე როგორც ძირითად შემთხვევაში ნასვამი და არაფხიზელი ადამიანები. მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday, რომელიც ემსახურება იმას, რომ ჩვენ არ გვძულდეს ორშაბათი, არამედ გვიყვარდეს და თუ ჩვენ დავკავდებით ისეთი საქმით, რომელიც ბედნიერებას გვანიჭებს, ორშაბათი იქნება, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე, იმიტომ რომ ვიწყებთ ჩვენი საყვარელი საქმით და მე ვფიქრობ, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ვარ უკვე და ინსპირაცია არხის სახელის აქედან იყო. გთხოვთ თქვენს მეგობრებს უთხრათ, ვისაც შეიძლება კორპორატიული სამყაროდან, ვირთხების რბოლიდან, მატრიციდან გასვლა, გამოსვლა ან სათავისოდ მოხმარება უნდა, რომ გამოიწერონ ჩემი არხი, მარტო გამოწერა საქმეს არ შორის, ასევე უყურონ თუ დააინტერესებთ და კომენტარებიც დამიწერონ და მომიწერონ და პრინციპში იგივეს გეტყვით თქვენც. მოკლედ, დღეს განვიხილოთ 39 კანონს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კანდიდატი ვარ იმისთვის, რომ განვიხილოთ ეს კანონი. და რატომ? დამიშვია ამ მიმართულებით არაერთხელ შეცდომა, განსაკუთრებით კარიერას თუ გადავხედავთ და ბოლო რამდენიმე წელია ყველაზე ხშირად კომპლიმენტად ვიღებ, როგორი მშვიდი ხარ სხვადასხვა სიტუაციაში. არა მარტო ესე რომ შევხვდები ადამიანს და გავიცნობ, არამედ შეიძლება ყოფილიყო ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანმა თავზე დაკარგა კონტროლი, რეალურად ეს მემეხებოდა და არა ერთხელ მოკლედ შემგარშემო იმეორებენ თუ როგორი მშვიდი ვარ. რეალურად მე ვფიქრობ, რომ მშვიდი არ დავბადებულ ვარ, არ დავბადებულ ვარ არც ნერვიული, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეძენილი გამოცდილებებით, ტრავმებით, ადაპტაციის უნარით, გადარჩენის სურვილით, ესე ვთქვათ, სხვადასხვანაირად ვიქცეოდი და ცხოვრების ამ ეტაპზე უკვე რამდენიმე წელია ვფიქრობ, რომ უფრო სტაბილური გაბრაზებაც მაქვს, ანუ ჩემი გაბრაზება არ არის ხოლმე, ესე ვთქვათ, ვულკანივით, იმიტომ რომ ვიცი როგორ მართო ბრაზი და თუნდაც ეს, ესე ვთქვათ, ბრაზის ენერგია რა მიმართულებით გავუშვა იმისთვის, რომ არ იყოს ეს დესტრუქციული და ვფიქრობ, რომ სამსახურშიც ბოლო წლებში მეტწილად, უკვე 2 წელი არ მუშაობ, მაგრამ მანამდე ის დაწინაურებები, სწრაფად წინსვლა, ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლა, კომპანიიდან კომპანიაში გადასვლა რეკომენდაციებით და არა ჩემი, ესე ვთქვათ, ინიციატივით ან ძებნით სამსახურის, გამოწვეული იყო იმით, რომ გარდა პროფესიონალიზმისა და სანდოობისა, რაც მქონდა ჩემი მენეჯმენტისგან ან დამფუძნებლისგან, იყო ის, რომ ჩემი ხასიათი იყო ძალიან სტაბილური, ფაქტობრივად ისეთი, როგორც დღეს შეიძლება იყოს AI. ხოდა მოკლედ ჩემი შეცდომებით და ცხოვრებისეული გამოცდილებებით გაგიზიარებთ, რატომ უნდა ვიყოთ სულ
მშვიდად. ან ვეცადოთ მაინც ვიყოთ მშვიდად და სიმშვიდე იყოს ჩვენი ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, წარმატებისთვის საჭირო ინგრედიენტი. და რა თქმა უნდა, მათთვის, ვისაც ესე ვთქვათ, მუშაობს, ჩემს სამსახურეობრივ გამოცდილებასაც გავაზიარებ და ვეტყვი, როგორ შეიძლება, რომ უფრო, ესე ვთქვათ, სამსახურში იყვნენ სტაბილურები. თუმცა, რა თქმა უნდა, რობერტ გრინი ამ კანონს განიხილავს ძალაუფლების მოპოვების ჭრილში და დიახ, თქვენ რაღაცნაირ სიტუაციაში რომ ინარჩუნებთ სიმშვიდეს და თუნდაც ამით არ უშლით სხვას ნერვებს, ან უშლით ნერვებს, ნამდვილად ხართ მაგ დროს იმ ენერგიაში, რომ თქვენ ხართ ძლიერი და აკონტროლებთ სიტუაციას. წავიკითხოთ ახლა შოპენჰაუერის ჩანაწერი. თუ ეს შესაძლებელია, ეცადეთ არავის მიმართ მტრულად არ განეწყოთ. ადამიანთან გაღიზიანებით საუბარი, საკუთარი მტრობის გამოხატვა, სიტყვებით ან მთელი იერით, არა მხოლოდ სრულებით არ არის აუცილებელი, არამედ საშიში, სულელური, სასაცილო და ვულგარული საქციელია. შიში და სიძულვილი არ უნდა გამოვლინდეს არავითარი სხვა ფორმით, კონკრეტული მოქმედების გარდა. გრძნობებით ბევრად ეფექტური იქნება, თუ მათ ქმედებით გამოხატავთ, მაგრამ ამისთვის აუცილებელია თავიდან აიცილოთ მათი გამოვლენა ნებისმიერი სხვა ფორმით. მხოლოდ ცივსისხლიანი ცხოველების ნაკვენებია შხამიანი. მართლაც რომ ესე რომ გამახსენდა უცბად გველი, ხო? მართლაც ცივსისხლიანი ცხოველია და ადამიანთან მეტაფორას თუ გავავლევთ, ძალიან გავს. ორი ძალიან ისეთი მაგალითი მინდა მოყვე, რომელიც ჩემი კარიერის პირველ 60 წელში მოხდა და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გარდამტეხი რჩევები იყო, რაც მიმიღია კარიერულად იმისთვის, რომ მქონოდა ძალიან კარგი საკომუნიკაციო უნარები და ადამიანებს ნდომებოდა ჩემი დაწინაურება და თავიანთ კომპანიაში ჩემი სტაბილურად განვითარება და შენარჩუნება. პირველი იყო, როდესაც მუშაობდი საქართველოს-ისრაელის სავაჭრო პალატაში და ვინც იყო თავმჯდომარე ამ პალატის ქართველი ებრაელი, საკმაოდ ცვალებადი ხასიათი ჰქონდა და მე მაშინვე არ მიყვარდა სტაბილურობა. და მახსოვს ერთ-ერთ ძალიან დიდ პროექტზე ვმუშაობდით გუდიაშვილის ქუჩაზე, უნდა შემოსულიყო საერთაშორისო ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ქსელი და განიხილებოდა 3 სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ფრენჩაიზი. მაგრამ აქედან ამ 3-დან ერთთან უკვე ჩვენ თვითონ ვიყავით ჩასული მარკეტ ვიზიტზე, დაგვეთვალიერებინეს თავიანთი საუკეთესო, ესე ვთქვათ, სასტუმროები და ჩემი გადმოსახედიდან უკვე მოლაპარაკება იმ ფაზაში იყო, რომ მათთან უნდა მოგვეწერა ხელშეკრულებას ხელი და ფრენჩაიზის ხელშეკრულება საერთაშორისო სასტუმროს ბრენდთან არის აი 3 ამ წიგნის ხელაა. ძალიან დიდი ხელშეკრულებებია და მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა გადაეხედა ეს ხელშეკრულება და ნუ აი არ ვიცი, ძალიან დიდი დრო დავხარჯა, ბევრი საათი დავხარჯა და ეს ამობეჭდილი 3 ტომიანი ხელშეკრულება გადავეცი ჩემ უფრო დასტიკერებულ დაწერილი, ნუ ეს არის ჩემი კომენტარები, როცა გეცლება გადახედე და უცბად მეუბნება, რომ იცი რა არის, ეგ ბრენდი საერთოდ გამოირიცხა და დანარჩენ ორთან ვაგზავნებთ მოლაპარაკებას და შეგიძლია იმათ დრაფტებს გადახედო და ნუ მე ეს ვერ მივიღე ვერაფრით, რომ როგორ მომუშავოთ ყველა რაღაცაზე, რაც უკვე იცოდა, რომ არ მოხდებოდა, მაშინ რას გადამახედა, ანუ ჩემს, ნუ აი ეს ფიქრები რა. და მახსოვს, რომ აი ესე ლეპტოპი ესე მქონდა და დავანარცხე, ანუ დავკეცე და ავდექი და პროტესტის ნიშნად წავედი და არაფერი, ახლა მე სამსახურში ამის გამო პრობლემა არ შემქმნია, გადავხედე მე იმ სხვა ხელშეკრულებასაც და ნუ აქედან ერთი აირჩიეს. ამ სამსახურიდან რომ გადავდიოდი შემდეგ სამსახურში, ჩემმა უფროსმა, ანუ პალატის თავმჯდომარემ რაღაც exit interview-ს ვარიანტში, მოკლედ მითხრა, რომ ერთ ძალიან კარგ რჩევას მოგცემო, ძალიან კარგი პროფესიონალი ხარო, ძალიან დიდი პოტენციალი გაქვსო, მაგრამ ვფიქრობ
გამოგადგება ცხოვრებაში ძალიანო, განსაკუთრებით სამსახურეობრივათო. როდესაც რამე არ მოგეწონებაო და ხვდებიო, რომ რაღაცა ეს ჭარბი ემოციებიო ამ ფრაზი გაქო, 30 წამამდე დაითვალეო და იგივეს თუ ესე ვთქვათ, მაინც გააკეთებო მერეო, მაშინ ეტყობა მართლა ძალიან გასაბრაზებელი იყო, მაგრამ როგორც წესიო, არც ლეპტოპს აღარ დაახეთქებო, არც გაბრაზდებიო და ადამიანებიო ბევრად უფრო სტაბილურად აღგიქვამენო და უფრო მოუნდებათ შენთან ურთიერთობაო. გამეცინა, იმიტომ რომ მივხვდი, რომელ ესე ვთქვათ, ინციდენტსაც უკავშირდებოდა და დღევანდელი ელენე უკვე ძალიან ბევრი წელია 30 წამის ნაცვლად ითვლის მინიმუმ 60 წამამდე და ხანდახან 300-მდე იმისთვის, რომ პირველი რეაქცია გამოავლინოს. და როგორც წესი, ეს ჩემი რეაქციები არის ბევრად 7 ადეკვატური, ხანდახან საერთოდ არ მაქვს რეაქცია და კონფლიქტების რაოდენობა, თუნდაც სამსახურეობრივი, როცა ვმუშაობდი ამ პირად ცხოვრებაში და ასე შემდეგ, თითქმის განოლებულია. ძალიან არ ვიცი, არ მახსენდება რა. თითზე ჩამოსაცვლელი შემთხვევებიც არ მახსენდება. შემდეგ ახალ სამსახურში რომ გადავედი, იქ ყავდა ფინანსური მენეჯერი ყაზახეთიდან, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა კაცი იყო, ანუ თავისი თანამდებობისთვის და მახსოვს, რომ გაკვირვებული იყო, რამდენად ემოციურები იყვნენ ზოგადად და შეიძლება მეც ვიყავი სამსახურში, ანუ ქართულ ოფისში. და ესეთ მახსოვს, რომ რაღაცა სამზარეულოში მეგობრული ლანჩი ვითქვენდა და ბევრი ვიყავით, განსაკუთრებით ვინც უფრო ახალგაზრდები ვიყავით, რაღაცა ღონისძიება იყო და ამასთან დაკავშირებით და იქ ესეთი რაღაცნაირი რჩევა მოგვცა. ნუ ჩვენი ასაკის იყო დაახლოებით, რომ ვიმეორებ პირდაპირ, ამიტომ არ შევცვლი სიტყვებს. მაშინ, როდესაც ძალიან გაბრაზდებით და მეილში მოგინდებათ მიწეროთ fuck you, ყოველთვის დაწერეთ thank you და ისევე მალე წახვალთ წინ, როგორც წავედი მე. და აი რაღაცნაირად მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა ძალიან დაგვაფიქრა ამ გამონათქვამა და მე პირადად ძალიან ხშირად მდომებია, რომ დამეწერა fuck you არა, მაგრამ ნუ უკან მიმებრუნებინა ისეთი პასუხი, რომ აი რაღაცა რას ხვია და როგორ ბედავ და რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ძახილის ნიშნებით არ დამიწერო, ცოტა ტყიდან გამოვარდნილი, ჯუნგლებიდან გამოვარდნილი სამსახურები მქონდა. ბოლო ალბათ 8-9 წელი იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი და კრიპტო ავირჩია ინდუსტრიად, სადაც ვმუშაობდი და ყველა ინდუსტრია, რომელიც ესეთი დამწყები, თუხთუხა და რისკიანია, იქ შესაბამისი ხასიათის და კატეგორიის ადამიანების მუშაობდნენ და ჩემი ყველა მეილი, როგორც მაშინდელმა ჩემმა კოლეგამ მირჩია, იყო ან thank you, ან 24 საათში, ან თუ სასწრაფო იყო 300-მდე მაინც ვიცვლიდი და ასე ჩამომიყალიბდა სტაბილური მშვიდი ადამიანის არა მარტო იმიჯი, არამედ შინაგანი მდგომარეობაც. გავაგზავნებ ავტორის კითხვას. გაღიზიანება და ფეთქებადობა სერიოზული პრობლემაა. თავდაპირველად მას შეუძლია გამოიწვიოს შიში, თუნდაც თავზარი, მაგრამ მხოლოდ ცალკეულ ადამიანებში მერე კი რაც დრო გადის და ღრუბლები იფანტება, თავს იჩენს სხვა რეაქციებიც. დაბნეულობა, დამორცხება და უხერხულობა იმ ადამიანის თავშეუკავებლობის გამო, რომელმაც დაკარგა თავზე კონტროლი და მის მიერ წარმოთქმული სიტყვებით გამოწვეული ბრაზის გამოც. ემოციების თავისუფლად გამოხატვის უფლებას თუ მისცემთ თავს, აუცილებლად გამოთქვამთ უსამართლო და გადაჭარბებულ ბრალდებებს. რამდენიმე მსგავსი ტირა და საკმარისია, რომ ხალხმა დაიწყოს დღეების დათვლა მანამდე, ვიდრე ასპარეს დატოვებ და ნამდვილად ესეც ძალიან ეხმიანება. ჩემი ბოლოს წინა, ესე ვთქვათ, მენეჯერის ბოლოს წინის წინა, ну, მოკლედ რა, უკვე ბოლო 6-7 წელში ჩემს კარიერაში მენეჯერის ხასიათს, რომლის დანახვაზეც, აი არ ვიცი, ძალიან ნერვიულობდი და შეიძლება მუცელი მტკივდებოდა და არ ვიცი, წითლდებოდი და ანუ იყო
ძალიან რეაქციული, ემოციური, თავშეკავებული, თავზე ხელაღებული, მოკლედ იტალიელ, კანადელ, ფრანგი, მოკლედ არ ვიცი, ყველანაირი ეროვნების მიქსი კაცი, რომელიც იყო ძალიან ტემპერამენტიანი და თავშეუკავებელი, თან ზედმეტად იურისტისთვის რა. მე იქიდან გამომდინარე, რომ იურისტი ვიყავი, შესაბამისი ხასიათის და რაღაც თავშეკავებულ ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა ყოველ შემთხვევაში ჩემ დეპარტამენტში შეხვედრებზე მეტნაკლებად და კორპორატიულ სამყაროში საერთაშორისო, ესე ვთქვათ, გლობალურ სივრცეში მაინც დავერცხნილი ადამიანები არიან და ეს ადამიანი იყო ძალიან გამოცდილი, შესაბამისად გამოცდილთან ერთად მოქნილიც, ესე ვთქვათ, და კარგი კადრი პროფესიულად, მაგრამ მისი soft უნარები იყო საშინელება. პირველივე დღიდან როცა დავიწყე სამსახური, აი ისე მსტრესავდა და არა მარტო მე ზოგადად რა, აი რაღაცნაირი სტრესის გამტარი და დამპრესავი და ძალიან დამსტრესავი ადამიანი იყო. და მე გავიდა დრო და რაღაცნაირად ვადაპტირდი რა ამის ხასიათთან და სულ ერთი იყო მისი ბრაზით, ჩემ მიმართ თუ სხვის მიმართ. თავიდან ძალიან მაცოფებდა და აი რაღაც სიმწრის ცრემლები მქონდა და მოკლედ აუტანელი იყო რა, მართლა გულწრფელად შემიძლია ვთქვა, მაგრამ ყველა ადამიანს, მათ შორის მის საყვარელ კადრებს და მე შემიძლია ვთქვა, რომ მისი ერთ-ერთი ფავორიტი ვიყავი, რომ გაუშვეს სამსახურიდან, არ ქონია გულისწყვეტა. კი, ერთი დიდი შოკი იყო, რომ ჩემს უფროს რო უშვებენ, ვაიმე, მე რა ბედი მელის, მაგრამ მე მივხვდი, რომ კრიზისი, რომელიც იყო სამსახურში, გამოიყენეს, ანუ ფინანსური კრიზისი გამოიყენეს მიზეზად, რომ ის გაეშვათ სამსახურიდან როგორც თითქოს ძალიან მაღალ ანაზღაურებადი კადრი და სინამდვილეში იდეალური მიზეზი იყო თან რომ არ ეჩილა იცოდა კომპანიის მაშინდელი ფინანსური მდგომარეობა და ვფიქრობ რომ ერთი ადამიანი არ იყო კომპანიაში რომელსაც ეწყინა ის რომ ის სამსახურიდან წავიდა და ზუსტად ძალიან ეხმიანება ავტორის ჩანაწერი რომ აი ხალხი იწყებს დღეების თვლას მანამდე ვიდრე თქვენ ასპარეზს დატოვებთ, როცა ხართ ესეთი რეაქციული, ემოციური და თავშეუკავებელი. ეს შეიძლება შევადაროთ იმას, თუ როგორ იქცევა ბავშვი ის ხმამაღლა ტირის თავის სურვილის გადასატანად. ძლიერი ადამიანი არასდროს არ გამოავლენს ასეთ სისუსტეს და კი ერთჯერადაც თქვენი ყვირილი, თავდაცვა, აგრესია, თავდასხმა შეიძლება ჩაითვალოს, რომ ძლიერი ხართ, მაგრამ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ კარგად გაგიცნობენ და მერე უკვე აღარ შეეშინდება თქვენი რა რაღაც იგავიც რო გვაქვს, ხო? ანუ რომ დათვზე თუ მგელზე თუ რაღაცა ცხარზე რო აღარ დაიჯერეს რა რაღაცა ეგეთი რა ანუ რეალურად თუ მართლა ძალიან განრისხებული ხარ აი ნაპოლეონმა რა შეცდომას დაუშვა ტალეირანის და ფუკოს შემთხვევაში მაშინ უნდა დაესაჯა სიკვდილით სახალხო გალანძღვა და წყობიდან გამოსვლა მხოლოდ ემსახურება თქვენი რეპუტაციის ესე ვთქვათ დაზიანებას ხო და პლუს იმას რომ არესტაბილური ჩაითვლებით და არესტაბილური ვინც არის ვერ დაეყნები, ვისაც ვერ დაეყნები, იმასთან არ გინდა არანაირი ტიპის ურთიერთობა. ამ კანონის არსია, როცა წყლები მშვიდია, თქვენს ოპონენტებს აქვთ დრო და სივრცე თქვენს წინააღმდეგ ხრიკების ხვართვისთვის. ასე რომ აურიეთ წყალი, აიძულეთ თევზის ზედაპირზე ამოვიდეს, აიძულეთ მტერი იმოქმედოს თავდასხმისთვის, მზადების დასრულებამდე ხელში ჩაიგდეთ ინიციატივა. საუკეთესო გზა ამის მისაღწევად არის თამაში უკონტროლო ემოციებზე. ესენია სიამაყე, პატივმოყვარეობა, სიყვარული, სიძულვილი. მღვრიე წყალში პატარა თევზს მეტი გზა არ რჩება. პირდაპირ სატყუარესთან უნდა მიცურდეს, რაც მეც ნერვიულობენ, მით უფრო კარგავენ კონტროლს საკუთარ თავზე და საბოლოო ჯამში თქვენს დატრიალებულ მორევში აღმოჩნდებიან და ჩაიძირებიან. ხელმწიფემ არასოდეს უნდა მოუხმოს ჯარს, იმიტომ რომ გაბბრას და ბელად არ შეჰფერის საკუთარი მდისხანების საფუძველზე. ომის წამოწყება და ამ ესე ვთქვათ ჩანაწერს სუნძისას დავამატებდი იმას, რომ
არ შეფერის რა უკვე ზრდასრულ ადამიანს, აი ეს წივულ-ტივილი და ტანტრუმები, არც კაცს და არც ქალს, იმისთვის რომ დაამტკიცოს თავის ძალაუფლება, ძალა მოიპოვოს უპირატესობა, იმიტომ რომ ეს არ არის შენარჩუნებადი, ეს არ არის სისტემატიური და სტაბილური და აზიანებს, რა თქმა უნდა, თავს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სწორი, ტრანსფორმირებული ენერგიის გარეშე არის ძალიან დესტრუქციული. და რა თქმა უნდა, ემოციების კონტროლი და საკუთარ თავში შთანთქმა თუ ემოცია უნდა გამოსვლა არ არის სწორი. ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის სულიერი ფიზიკური და ასევე მენტალური არის ძალიან ცუდი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ზოგადად ნერვული სისტემა დავიმშვიდოთ ისე, რომ აღარ ვიყოთ ესეთი რეაქციულები. ამისთვის რა გვჭირდება? აწმყოში ყოფნა, რაც შეიძლება უფრო ხშირად, შენელება, რაც შეიძლება უფრო ხშირად. ჩემ შემთხვევაში კავკასიური იოგის სუნთქვითი პრაქტიკა, ასევე ცეკვა, ასევე საქართველოში დაბრუნება, ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარება, ქალაქგარეთ ცხოვრება, კორპორატიული სამყაროდან წამოსვლა, ანუ კუმულაციური ეფექტი მაქვს ის რომ მართლა ძალიან დამშვიდი და არა ის რომ რაღაცა ერთი კონკრეტული, არ ვიცი, აბი დავლიე, ან ექიმს მივაკითხე, ან რაღაცა კონკრეტული ინსტრუმენტი ვიპოვე იმისთვის რომ ვიყო მშვიდი და არც ემოციებს არ ვაკონტროლებ. უბრალოდ ეს ჭარბი ემოცია აღარ მოდის და თუ ხვდები რომ რაღაც ტალღა მიახლოვდება, ვიცი რომ ამას სეირნობის დროს ფოტოაპარატით ფოტოების გადაღება, ან თუნდაც ტელეფონით ვიდეოების გადაღება, ან რაღაცაზე დაკვირვება ბუნებაში, წყლის ყურება, სუნთქვითი პრაქტიკა შველის და სუნთქვითი პრაქტიკაში რაღაცა ძალიან რთულს 20 წუთიანს და 10 წუთიანს და 15 წუთიანს არ გულისხმობ. მე უბრალოდ ჩემი პირადი ალგორითმი მაქვს სუნთქვის, რომელიც რომ გავაზიაროთ თქვენთვის შეიძლება არ იყოს რელევანტური, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ კავკასიური იოგით დაკავდეთ და თქვენ გექნებათ თქვენი, ესე ვთქვათ, პირადი სუნთქვითი პრაქტიკა. ამიტომ ემოციების კონტროლის და შეკავების ნაცვლად უბრალოდ იმუშავოთ ნერვული სისტემის ზოგად ფონზე. შემდეგ ადამიანი არაფერს გამოჰყავს წონასწორობიდან ისე ძლიერად, როგორც სივსისხლიან ოპონენტს, როდესაც თავად მოთმინებას კარგავს. და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ამას ვეთანხმები, ეს ასეა, თუ თქვენ გინდათ, რომ კონფლიქტის ამპლიტუდა ჩააქროთ, მაშინ თქვენ უნდა იყოთ მშვიდი, იმიტომ რომ რაღაცა აგრესიას რო უპასუხებთ, თუნდაც პატარა აგრესიით, ეს დიდდება, ანუ ერთდება, დიდდება და მერე უკან გიბრუნდება უფრო დიდი აგრესია, მაგრამ ამ აგრესიას რომ შეაქცევ ზურგს და უპასუხებ არაფრით, პატარავდება, ანუ თქვენი ენერგიით აღარ გამოკვებავ და შესაბამისად თვითონ ეს აგრესიის წყარო და აგრესორი თავს განებებ და თუ არ განებებთ, დისტანცირდით და წადით. მე არავის არ ვეუბნები, რომ დარჩეს ისეთ ტოქსიკურ სამსახურში, ურთიერთობაში, ოჯახში ან მეგობართან, რომელიც სულ ცდილობს, რომ ესე ვთქვათ, გიკბინოთ ან რაღაცა ამ სხერპლად გაქციოთ, ხო? უბრალოდ არის ახლა ცხოვრებაში ისეთი, რომ რაღაცაები, რომ შეიძლება მე და ჩემო ქმარმაც ვიკამათოთ და რო ხვდები, რომ მაგალითად ორივე ვბრაზდებით, მე ვცდილობ, რომ არ დავაბრუნო ეს საპასუხო აგრესია და მისგანაც შემიმჩნევია იგივე და ხშირ შემთხვევაში კონფლიქტის დასაწყისშივე ქრება ეს კონფლიქტი, იმიტომ რომ არ გამოვკვებეთ აგრესიით და სხვათა შორის პარტნიორულ ურთიერთობაში აი ამ ბრაზის და ემოციების ჩაქრობის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს და გირჩევთ, რომ იმუშაოთ თქვენ პარტნიორებთან ერთად ამ საკითხზე. და ხშირ შემთხვევაში ცალმხრივი მუშაობა საკმარისია ხოლმე, ჩემი გამოცდილებით, მე ეს ცალმხრივი იქცევა ორმხრივად. საპირისპირო მოსაზრება აქვს ამ კანონს, ხალხის ემოციებზე თამაშისას ფრთხილად უნდა იყოთ, ჯერ შეისწავლეთ თქვენი მოწინააღმდეგე. უფრო უსაფრთხოა ზოგიერთი თევზი,
არ ამოიყვანოთ ტბორის სიღრმიდან და ნამდვილად ზოგიერთი თევზი რომ ამოვა შეიძლება იყოს ზვიგენი ან ხო არის აისბერგის პრინციპი რაც ზემოდან ჩანს 3-4 მაგი არის ქვემოთ ხო აქედან გამომდინარე ფრთხილად იყავით რა ვიღაცას რო აღიზიანებთ ან ეთამაშებით და ურისკავთ შეიძლება ბევრად იმაზე საშიში ოპონენტი ან დასაფიქრებელი ოპონენტი იყოს ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ სულ ეს არის დღევანდელი კანონის განხილვა. ჩემთვის ძალიან საინტერესო კანონი იყო. ნაპოლეონის და ტალეირანის, ესე ვთქვათ, ურთიერთობის მაგალითი იყო ამ კანონში და აღარ მოვიყვანა, იმიტომ რომ სხვა კანონებშიც 2-3 ჯერ გამეორდა და ვფიქრობ, რომ მაინც პირადი მაგალითით ბევრად უფრო კარგად ვხსნი ხოლმე ამ კანონებს, ვიდრე როდესაც ვსაუბრობ, ესე ვთქვათ, სხვების წარსულ ისტორიაზე. შემდეგ ორშაბათს დაიდება მე-40 კანონი, რომელიც არის შეიძულეთ უფასო სადილი და მართლაც მე არ მიყვარს უფასო არაფერი და რატო არ მიყვარს ამაზე ვისაუბრებთ უკვე შემდეგ ორშაბათს აბა დროებით.